გამარჯობა, მე ვარ ანა კოშაძე და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რატომ იწყება კარგი ესპრესო არა აპარატით, არამედ საფქვავით. ამის მიზეზი მარტივია. რაც არ უნდა კარგი იყოს ყავის მარცვალი და რაც არ უნდა მაღალი კვალიფიკაცია ჰქონდეს ბარისტას, თუ ყავა სწორად არ არის დაფქული, სასურველ მაღალ ხარისხს ვერ მიიღებთ. დაფქვის ხარისხი პირველ რიგში ნიშნავს ნაწილაკების ერთგვაროვნებას. როდესაც ყავა საფქვავიდან გამოდის, თითოეული ნაწილაკი მაქსიმალურად მსგავსი ზომის უნდა იყოს და არ უნდა მოყვებოდეს ბურთების მსგავსი ნაერთები, იგივე ქლამფები. ქლამფები ჩნდება საფქვავის ქვების ურთიერთქმედების შედეგად ყავის ნაწილაკების დამუხტვით, რაც შემდეგ მათ ერთმანეთზე მიკვრას იწვევს. ასეთი ბურთულოვანი ყავის პორტაფილტრში მოხვედრის შემდეგ იქმნება კონკრეტული რისკი, რომ ექსტრაქციისას ყავის სრული დოზა ვერ მოიხარშოს. ბურთულებში წყალი ბოლომდე ვერ აღწევს, რაც საბოლოო ჯამში მოგცემს ნაკლებად ინტენსიური და სუსტი არომატების ყავას ფინჯანში. თანამედროვე პრემიუმ კლასის საფქვავები შექმნილია იმისთვის, რომ დაფქული ყავა მაქსიმალურად ერთგვაროვანი იყოს და ქლამპინგი მინიმუმამდე შევცირდეს. ასეთ მოწინავე ტექნოლოგიებს წარმოადგენს სიმონელისა და ვიქტორია არდუინოს იტალიური საფქვავები, განსაკუთრებით ვიქტორია არდუინოს მითოსის სერია, რომელიც თავისი უნიკალური ტექნოლოგიების დაფქვის სტაბილურობისა და ყავის ბუნკერში ტემპერატურის კონტროლის წყალობით მსოფლიოს საუკეთესო კაფეებში გვხვდება. ყავის აკადემია კი საქართველოში ამ ტექნოლოგიების ექსკლუზიური წარმომადგენელია. მინდა ცოტა ზოგადი ინფორმაციაც მოგაწოდოთ დაფქვის ზომების შესახებ. ყველაზე წვრილი პუდრისებრი ნაფქვავი თურქულ ყავას აქვს. შედარებით უფრო მსხვილი ესპრესოს და კიდევ უფრო მსხვილი ფორმატის ეგრეთ წოდებულ ფილტრის ყავებს. სწორი დაფქვის შედეგად პროცესში კიდევ ერთი კრიტიკული ეტაპი იწყება დაფქული ყავის პორტაფილტრში თანაბარი და ზუსტი დაპრესვა. სწორი დაპრესვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პორტაფილტრში დაპრესილი ყავის ზედაპირი უნდა იყოს თანაბარი, ხოლო დაპრესვა მოხდეს 15 კილოგრამის შესაბამისი დაწოლით. თუ პორტაფილტრში ყავა არათანაბრადაა გადანაწილებული ან სუსტადაა დაპრესილი, წყალი სწრაფად გაივლის პორტაფილტრს. ექსტრაქციის დრო შემცირდება, რის შედეგადაც ესპრესოს გემო და არომატი უარესდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს დატვირთულ ობიექტებში, სადაც ბარისტას დღის მანძილზე ასობით ესპრესოს მომზადება უწევს. დაღლილობა, აჩქარება და ადამიანური ფაქტორი ხშირად იწვევს შედეგების არასტაბილურობას. გარდა ამისა, ხელით ტემპინგი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შესაძლოა მაჯისა და იდაყვის დატვირთვის და ტრამვების მიზეზიც გახდეს, რაც არღვევს შრომის უსაფრთხოების ნორმებსაც. ყავის იდეალურად და სწრაფად დასაპრესად ინდუსტრიაში იყენებენ ჰოლანდიური ბრენდის მოწყობილობას ფუკპრეს, რომლის დისტრიბიუტორით საქართველოში უკვე 10 წელია გახლავთ ყავის აკადემია. რომ შევაჯამოთ, სტაბილური ხარისხი ყავაში არ არის შემთხვევითობა. ის ყველა რისკ ფაქტორის გეგმაზომიერი მართვის შედეგია.